მოგო გასწავლით როგორ შევიღებთ ისე რომ კანი არ დაგვესვარო. ეს ნებისმიერ თქვენგანს გამოადგება. თუ სწორად ახაზო არ იცით თქვენი წარბის, მაგ შემთხვევაშიც კი გამოგადგებათ. ან არ იცით უბრალოდ კორექცია როგორ გაიკეთოთ. მიახლოებით რა ფორმაც გვინდა რომ მივცეთ. გარედან კი აი ესე. თუ არ გვინდა რომ შეგვეღებოს, წარბი ძალიან და კანით ძალიან, ამ შემთხვევაში ესეთ პატარა ხრიკს გასწავლით. ავიღებთ ჯაგრის კუნჯს და ჯაგრისით შევღებავთ. მაგრამ ჯერ ვიწყებთ ამ ნაწილის იქეთ შეღებით, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ვღებავთ ამ ნაწილს აქედან აქამდე, რადგან ბუნებრივად ისედაც ასე გვაქვს. საბამისად აუცილებელია რომ ნაწილზე ნაკლები საღებავის დატანა მოხდეს, რათა ბუნებრივობა შევინარჩუნოთ. დაინტერესებთ როგორ იღებენ ასეთ იდეალურ წარბებს, როცა ზოგიერთს გამოსდის და ზოგიერთს არ გამოსდის, ისე ლამაზად. ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო. ესაც არ გასწავლიან და არ გეუბნებიან. ვიშორებთ, როგორც გითხარით, წინა ნაწილში. თქვენც ხედავთ ხო განსხვავებას. ახლა ამას დავტოვებ, სანამ ბოლო ნაწილებიც არ შეიღებება კარგად, იმიტომ რომ მე მომწონს ბოლოში, სადაც ნაკლები თმა არის, ჩემ შემთხვევაში და ხშირად ასეა. აი ეს ბოლო ნაწილები კარგად სანამ არ შემეღებ. ნახეთ რა ლამაზად დაჯდა. ის ცარიელებით შეივს, სადაც ძალიან ბუნებრივი ლიფტინგ ეფექტი. ავისეც ესეთი ეფექტი მოგწონთ ორივე ერთად. დეკემბერში განსაკუთრებული შეთავაზება მაქვს წარბის ლამინირებას პლუს წამწამის დაგრძელება. ან წარბის და წამწამის ლამინირება ერთად, ანუ კომბო. მომწერთ პირად შეტყობინებაში.